მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. მოგესალმებით, ლამაზო ქალბატონებო. დღეს 8 მარტია, ზოგი აღნიშნავს, ზოგი არ აღნიშნავს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ყველა დღე უნდა იყოს ქალბატონების. ყველა დღეს უნდა აღნიშნავდეთ. ყველა უნდა იყოთ ლამაზები, ბედნიერები, გახარებულები. და რაც თავარია დაფასებულები. ხო, ამიტომ აქედან ყველა ქალბატონს, ვინც ახლა შემოსულია, მიყურებთ და ხართ ჩემი გამომწერი თუ არ ხართ და ახლები ხართ და ეხა შემოხვედით, არა აქვს მნიშვნელობა, ყველას გილოცავთ დღევანდელი ლამაზ, ბედნიერ დღეს მე მაინც აღნიშნავ, იმიტომ რომ მიყვარს ყველა ქალი უნდა იყოს ლამაზი, უნდა ბრწყინავდეთ, უნდა ანათებდეთ. ეხლა რაც შეეხება თქვენს კომენტარებს, თქვენ ლაიქებს, თქვენს ასე ვთქვათ, აქტიურობას ჩემ არხზე, დიდი მადლობა, ვინც პირად შემიკავშირდებით თქვენს, ვინც ისე მიყურებთ, თვალს მადევნებთ თქვენს და მოკლედ ყველას დიდ მადლობას გიხდით. რომ ხართ, რომ არსებობთ, დიახაც უნდა რახან ხართ და მოვლენილები ამ ქვეყანაზე ესე იყო ჩაფიქრებული ღვთისგან, უნდა ყოფილიყავით, უნდა გაგელამაზებინათ ეს სამყარო თქვენი მობრძანებით, თქვენი ყოფნით და თქვენი ახლობლების საყვარელი ადამიანების გვერდში დგომით. მე ესე მესმის, იმიტომ რომ მაგისთვის არის შექმნილი ცხოვრება, რომ ვიცხოვროთ ჰარმონიულად, ბედნიერად, შეხმატკბილებულად და სიყვარულში. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს, აღნიშნავენ, არ აღნიშნავენ, მე მაინც აღნიშნავ და გილოცავთ, ვნახოთ დღევანდელი დღის ენერგიები ქალბატონებისთვის, ვინც მიყურებთ, ლამაზებო, თქვენთვის. დღევანდელი დღის ენერგიები თქვენთვის. მე მაქვს სიურპრიზი ყველა ქალბატონისთვის. დარჩით ბოლომდე, დამილაიქეთ, მოიწონეთ, დამიკომენტარეთ და ეს იქნება თქვენი სამადლობელო, ასე ვთქვათ, გაცვლითი მადლობა, ხო? ჩემი ენერგია, თქვენი მადლობა ლაიქით ან კომენტარით. და რა თქმა უნდა, სიურპრიზიც იქნება ბოლოში. როგორი ენერგიებია დღეს ქალბატონებისთვის თქვენთვის? რა ენერგიებია? გადასარევი. თქვი და კიდევ ერთხელ ვიძახი, გექნებათ რაღაც გეგმები, სამომავლოდ სიტუაციები ისე წავა, რომ გააქვთ რაღაც ჩაფიქრებული, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, ეს პოზიტიური კარტია, ერთი პერიოდი, თანამოდის გრძნობათა მორევი, გასაგებია, რომ ხა გრძნობიარეები ვართ, ზედმეტად სენტიმენტალურები და ამოდის ასევე გადავსებული რო ხარ, შეიძლება უმრავლესობა დღეს სადმე ხართ დაპატიჟებული, ძალიან კარგ დროის გატარებას გისურვებთ, შეიძლება სამეგობრო წრეში სადღაც, ყოველ შემთხვევაში ენერგიები ძალიან კარგია, ძალიან კარგი. ნახოთ ახლა თქვენთვის საინტერესო ადამიანი, როგორ ქალად აღგიქვავთ და გხედავთ, პირადად თქვენ, როგორ ქალად გხედავთ, ხო? ის ადამიანი, ვინც თქვენ გაინტერესებთ. განსაკუთრებით გაპრანჭულები რო ხართ, როგორ ქალად გხედავთ ის. პირველი რაც ამოდის, ეს ამოდის სიბრძნე, ეს ამოდის გონება מחვილობა, ეს ამოდის საჭედპრობელობა, ადამიანი ქალი, რომელსაც ხელთ უპყრია საჭე, ნახე, მართველი. ეტყობა თქვენ ხართ იმაზე ბევრად ბრძენი ან ჭკვიანი. ესე გიყურებთ ის, ამოდის გზა, ბანალურია, ახლა შეიძლება შორი გზა იყოს, შორს იყოს, არა აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ მთლიანობაში, რასაც ნიშნავს, ეს არის აქტიურობის კარტი. აქტიურობის, პოზიციების დაცვის, თქვენ რო შეგიძლიათ თქვენი თავი დაიცვათ, საკმაოდ ძლიერი ხართ,
საჭეთპრობელი ხართ, ამავე დროს დაჯილდოებული ხართ ყველანაირი ქალური სილამაზით, მომხიბლელობით, აი ის რაც ყველა ქალს აქვს, ზრუნვა ჩადებული ხო ჩვენ დნმ-ში, იმ თავიდანვე რომ დავიბადეთ ქალად, ჩვენში ჩაიდო ეს ზრუნვითი, ესეთი ბუნება ღმერთიდან, ანუ ყველა ქალს, იმიტომ რომ როცა თამაშობს ბავშვი, ხო, გოგოები რო თამაშობენ, რატო ირჩევენ თოჯინებს, ამ თოჯინებს აძინებენ, ამ თოჯინებს, ანუ ულიან, უცვლიან, უკვე მასში იმ თავიდანვე, ხო, დაბადებიდან ინსტინქტურად აქვთ ეს ზრუნვა, ანუ ზუსტად ამაზეა საუბარი. ეხლა შეიძლება თქვენ კიდევ ერთხელ ვიძახი თავს გრძნობდეთ მარტოსულად, მაგრამ არა, დამიჯერეთ ეს იმიტომ რომ ხართ ბრძენი, ჭკვიანი, შეიძლება თქვენ უსწრებთ კიდევაც მოვლენებს თქვენი ანალიტიკური აზროვნებით. აქ ამოდის ასევე the wheel of the fortune, კარგი კარტი, რაც ნიშნავს გამართლებას, ანუ ზუსტად ამასთან დაკავშირებით მაქვს სიურპრიზი თქვენთვის, ქალბატონებისთვის, ხო და ამოდის რაღაც ციკლურობა, რომ რაღაც პერიოდში შეიძლება ყველაფერი კარგად არის, რაღაც პერიოდში შეიძლება არ არის ისე როგორც თქვენ გინდათ, მაგრამ ამაზე არ იდარდოთ, იმიტომ რომ მაინც ყოველთვის თქვენი სიბრძნით, თქვენი აი ამ საჭეთპრობელობით და ზრუნვით და ესეთი მოზიდვის და რაც თავარია კეთილგანწყობის და პოზიტივის ენერგიით მაინც გიმართლებთ და ყოველთვის გაგიმართლებთ. ეხლა რაც შეეხება მის, აი ვინც თქვენ გაინტერესებთ ყველაზე ძალიან, რას არ გეუბნებათ სინამდვილეში. იმიტომ რომ ვნახეთ ხო მისი ფიქრები, რომ ბრძენიც ხართ, საჭეთპრობელიც ხართ და ბევრად მასზე მაღლად გახართ. აი რას არ გეუბნებათ სინამდვილეში და როგორ წარმოუდგენი ხართ მას, კი ვიცით როგორც, მაგრამ აი რას არ გეუბნებათ ის ადამიანი, ვისაც ახლა თქვენ ფიქრობთ. ან თქვენ გაინტერესებთ, რას არ გეუბნებათ სინამდვილეში, რას არ გეუბნებათ. დავიხმარ ორაკულს, სავსე მთვარისას, რას არ გეუბნებათ ის ადამიანი. რას მალავს, იმიტომ რომ ან თქვენია, ან კომპლექსი, ან და იცის რომ თქვენზე ნაკლებია და თქვენ მეტი ხართ, ანუ ხო არია, ახლა ბევრი მიზეზებია არის, ხო, რასაც მისი თავმოყარეობა, მაღალი ეგო, რა ვიცი, რამდენი რამე ჩამოვთვალო, პატივმოყარეობა, რას არ გეუბნებათ. კარგით, მოკლედ, აი ნახეთ, არ გეუბნებათ პირველ რიგში იმას, რომ თქვენ ყველანაირად მყარად გახართ ფეხზე, ანუ ხართ დამოუკიდებელი ქალი თქვენი, გააქვთ ყველაფერი, არ უჩივით ბედს, მადლობა ღმერთს და იმდენად პრაგმატული ხართ, იმდენად ფინანსურათაც აი რაღაცა რო არ გქონდეთ უცებ რაღაც მოხდება, ანუ გიმართლებთ, ნახეთ, გამწვანებული, გალაღებული ხართ. ეხლა მე აქ მილიონრობაზე და იმაზე არ მაქვს ხო საუბარი. არ არის ეხლა ისეთი სიტუაცია, რომ ჯვარი გწერიათ, გიჭირდეთ. არ არის, არ ჩანს. აი რო იტყვიან რაც მჭირდებაო, ხო, საჭიროებისთვის და შეიძლება იმაზე მეტიც გქონდეთ და ანუ სტაბილურობა ჩანს. არ გეუბნებათ იმას, რომ ანუ თქვენ მეტად სტაბილურად ხართ. ნუ ესე ფიქრობს ის და ამას არ გეუბნებათ. არ გეუბნებათ ის, რომ ანუ მართლა გრძნობით არის თქვენს მიმართ. გრძნობა აქვს და ამას მალავს და ეშინია, რაც თავარია, შიში აქვს თქვენი დაკარგვის. არ გეუბნებათ იმას, რომ ეშინია სიკვდილის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამოვიდა ეს კარტი. არ გეუბნებათ იმას, რომ აქ ხა ციხის კარტი ამოდის. ადამიანი, რომელიც 4 კილიტულში გამომწყდეული ზის, ანუ არ ვიცი, შეიძლება იყო ან ქონდა რაღაც ესეთი მომენტი თუ არა და თვითონ არის ანუ ბუნებით ისეთი, რომ აქ რაღაც ბარიერები, რაღაც კომპლექსები, რაღაც რო იტყვიან დამაბრკოლებელი
გარემოებები, რის გამოც, ვერ დგავს ნაბიჯს, ვერ მოდის და ვერ გეუბნებათ ამ ყველაფერს, რომ იდეალური ქალი ხართ. არ გეუბნებათ იმას, რომ დაბმულია მისი რაღაცა მანკიერი რაღაც თვისებებით, ხო? შეიძლება იყოს ალკოჰოლი, თამაში, აზარტი, ყველაზე ცუდი გამაბრუებელი რაღაც საშუალებები, ჯვარი-გვწერი. არ გეუბნებათ ამას, რომ დაბმულია, რას ნიშნავს? დამოკიდებულია და აქვს ის რაღაც მანკიერი როგორ ვთქვა რა, მოკლედ უარყოფითი მიდრეკილებები შეიძლება ითქვას და ეს ხა ამოვიდა ის რომ საპყრობილეშია, ხა არ ამგონია რომ საპყრობილეში იყოს, თუ არის, შეიძლება პირდაპირაც ამოდის ვინმე იყოს ასეთი, ან ქონდა რაღაცა ამდაგვარი მის ცხოვრებაში გამოცდილება, მაგრამ თუ არა, ესე იგი თვითონ იბორკავს თავს, იბლოკავს თავს და აქ შიშები რაც თავარი ხა ეს პირდაპირ გადატანით სიკვდილი არ არის, მაგრამ ეშინე თქვენი დაკარგვის, ეს ისედაც ამოდის, რომ შიშები აქვს და კომპლექსები აქვს და ეს მეტყველებს ასევე მის ძალიან ბევრ კომპლექსზე და შემშლელ ფაქტორებზე და დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რის გამოც შეიძლება ისე არ არის გახსნილი, ხო არის დაბმული და გახსნილი. ხა დაბმულია, ხო? როგორც მას უნდა. ეხლა უყურეთ, კიდევ ერთხელ ვიზახი, ეს არის საჯარო გაშლა. მე რო ვიცი სახელი, იმისი თქვენი სახელი, ხა პირდაპირ კითხავ და მეუბნება კონკრეტულად კარტი რას და როგორ. ესე იგი რაღაცა მომენტია კოლექტიური ინფორმაცია შემოდის, ხო? ახლა ყველაფერი ვერ დაემთხვევა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საჯარო გაშლა, მაგრამ რაღაცა თუ ემთხვევა, ესე იგი არის რაღაცა, რომ ამ კაცს უშლის ხელს თითქოს დააბეს საპყრობილეში, სიტყვაზე ვიძახი, აქ რაღაც მანკიერებები, აქ კომპლექსები, აქ შიშები. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეხლა როცა არეული სიტუაციაა და თავდაცვის პოზაში ამოვარდა ეს კარტი, თავს ასე ვთქვათ, თვითონ იგდებს რა. ეხლა რატომ? ეს უკვე სხვა საკითხია, საჯარო ეს არის გაშლა და ამიტომ უამრავი რამე შემიძლია ჩამოვთვალო. მაგრამ ყველაზე მეტად ეხლა, ხო, ამ სიტუაციიდან გამომდინარე, რას არ გეუბნებათ და ამას, ხო? რომ მართლა აქ შიში სიკვდილის, მართლა აქ შიში თქვენი დაკარგვის, უშლის ხელს საპყრობილე ან უბრალოდ ბრჭყალებში გარემოება, რასაც თვითონ თulis რომ საპყრობილია და დაბმულია რაღაცა მოვალეობების, პასუხისმგებლობების, რა ვიცი კიდე რა ცუდი რაღაცა მავნე გავლენების ქვეშ, ხო? ახლა აქ შეიძლება რაღაცა მაგიური დაბმაც იყოს, მაგრამ მე არ ვიცი, ხა საჯაროა, ხო? ესე ვერ ვიტყვი საჯარო გაშლაში. კიდე კონფლიქტურ სიტუაციაში ამის თავთან, ამაზე არის ხშირად გაღიზიანებული, გაღიზიანება დღეს უკვე სენივით არის, არ გაგიკვირდეთ. მაშინ ამ ყველაფრის ფონზე ფინალი როგორი იქნება თქვენსა და იმ ადამიანს შორის, ვინც ეხლა გაინტერესებთ ამ წუთას, თქვენ ქალბატონებო, ფინალი ძალიან კარგი იქნება. აქ ჩანს თქვენი აქტიურობა, ის რომ აგერ ბატონო სიყვარული ამოვიდა ყველა ვარიანტში. მარტო სიყვარულს არ ნიშნავს ეს კარტი, პარტნიორობას, მეგობრობას, უბრალოდ რომ ადამიანს ბევრ რამეს რომ ეუბნები, რომ გინდა რომ მასთან ახლოს იყო და ყავს ესეთი ადამიანი, ხო, ვისთანაც გულს გახსნის, სიტყვაზე ვიძახი. ჩანს, მას ესე მიაჩნი ხართ. სტაბილური ურთიერთობა უნდა, თქვენ აქტიურად ხართ მის გულში, მაგრამ გაითვალისწინეთ ისიც, რომ აქ რაღაცა კომპლექსები და რაღაცა უშლის ხელს. მთლიანობაში ახლა ცუდი კარტი არ არის. შეიძლება გამოვიდეს კიდევაც კონტაქტზე,
აგრძელებდეთ ურთიერთობას, მაგრამ კიდევ ვიძახი, ნუ დაგავიწყდებათ ეს ფაქტები, რაც ამოვიდა. ისი არ ამოვა ეხა ორაკულიდან, მით უმეტეს სავსე მთვარიდან და ბოლოს მაინც ორაკულს კითხავ, თქვენზე რჩევას, აი ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს, დაინტერესებს მისი პირადი ადამიანთან ურთიერთობა, რას ურჩევდით? სავსე მთვარის ორაკულო, რას ურჩევდით? ანუ ნახეთ, თქვენ გეხმარებათ თქვენი ინტუიცია, ძალიან მიყვარს ეს კარტი. ნახეთ, შავი კატა, რომელსაც მთვარე უჭირავს, სავსე მთვარე უჭირავს ხელში. ეს არის დამხმარე. აქ ეხლა ნუ გავიგებთ ყველაფერს ცუდად და ნუ მივუკერძოვებთ ამას რაღაცა შავ მაგიას და რაღაც აბსურდულ რამეს. ეს შეიძლება იყოს თქვენი უმაღლესი მე, რომელმაც ყველაფერი იცის, თქვენი მფარველი ანგელოზი, სამყაროდან ის ძალები, რომლებიც გეხმარებიან. ანუ აქ ძალიან ბევრი რამე შეიძლება ჩაითვალოს, ეს ძალიან კაი კარტია, მაგრამ პირველ რიგში რჩევა რა არის? ყოველთვის თქვენი ინტუიციას დაუჯერეთ, იმიტომ რომ გიყურებთ ესე სამყარო რო გაქვთ და ამოვიდა მებრძოლი ქალის აბჯარში, აი ესეთი ქალი, ხო? რომელიც ხართ თქვენ. ამ შემთხვევაში ესე გხედავთ ახლა ეს ორაკული, რომ აი მებრძოლი ხარ. აი ესეთი ქალი ხარ, ძლიერი ხარ, ინტუიცია გაქვს, დამხმარე ყავს, ანუ ეს იმასნი ფარველი, დამხმარე, მრჩეველი, ოღონდ რა თქმა უნდა, უხილავი. და შეიძლება შენ უმაღლესი მეა და ინტუიცია, ანუ არ ვიცით ხო ვინ? მაგრამ შენ თვითონ ხარ მებრძოლი აქ და ისეთი ქალი, რომელიც დაისახავ მიზანს და შენსაც მიაღწევ, ანუ გააგრძელეო, იმედი არ დაკარგო, გჯეროდესო, რომ ნამდვილად შენ მიზანს მიაღწევ. ანუ აი ესე გიყურებს და ძალიან დიდი მადლობა სავსე მთვარის ორაკულს და ასეთებიც უნდა იყოთ ძლიერები და მებრძოლეები და არ უნდა დანებდეთ. და ეხლა მინდა იმედია ხედავთ ეს კარგად, ხო? ეცოტა ესე დავდებ. არ არის. გავასწორო. მოკლედ ეს არის ფორმულა გამართლება პარტნიორთან. მე ახლა აქ დავხატე, მაგრამ წავშლი და თავიდან დავხატავ, რომ თქვენ დაინახოთ კარგად და მე კამერას ახლოს მივიტან. ანუ ეს არის რუნების ფორმულა. ქვია გამართლება. პარტნიორთან გამართლება. იხატება ასე. პირველი რუნა არის კენაზ. ნახეთ რა ადვილია. აი წიჩკა, ოღონდ ესეთი. მეორე ზემოდან ქვემოთ იხატება. მეორე რუნა არის ბუნიო. ყველა რუნა არის ძალიან კარგი და დადებითი. ეს არის საჩუქარი, ეს არის სიამოვნების მიღება, ეს არის სიხარული, ანუ ძალიან ბევრ რამესთან ასოცირდება. მესამე რუნა არის გებო, ანუ ამ შემთხვევაში თქვენი პარტნიორი. და თქვენ X-ი. აი ესე იხატება. ასევე საჩუქარი. ყველა ქალს მინდა დღეს კონდეს აი ესეთი ენერგია, ნახეთ. კენას, სინათლე, განათება, იყოთ განათებულები და კონდეთ სასიამოვნო განწყობა ბუნიო თქვენ პარტნიორთან გამართლებით და საჩუქრებით. ეს არის გებო. ეხლა რას იზავთ? აიღებთ ჩვეულებრივ ფურცელს. ოღონდ უნდა იყოს სულ თეთრი. სულ თეთრი უნდა იყოს, აი ხა ამას ხაზები აქვს, ხო? სულ თეთრი ფურცელი უნდა იყოს. სულ თეთრი ფურცელი უნდა იყოს და თუნდაც პატარა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა. აი ესეთი. აი ამ ზომის ვთქვათ და დახატავთ ამაზე, ამ ფურცელზე დახატავთ აი ამ სამ ფორმულას. კენაზ, ბუნიო, გებო. ეხლა მე პასტით დავხატე, შეიძლება ვერ ხედავთ. უნდა აიღოთ წითელი მარკერი. წითელი არის სიცოცხლის ფერი და ენერგიის ფერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ კენაზ, ბუნიო, ძალიან ადვილია. გებო. გამართლება. პარტნიორთან.
ეხლა ამ ყველაფერს აქ ნახეთ ყველა რუნას როგორც ტაროს და ძალიან ბევრ სხვა რაღაცას ერთი რუნა ნიშნავს ბევრ რამეს, ხო? მაგრამ ეს რუნები ყველა არიან დადებითი რუნები, რას ნიშნავს? რუნას აქვს თავისი ენერგეტიკა, ენერგია, ის გეხმარება შენ ენერგიის შექმნაში, აი ის რომ შენ გამოგინათოს სიტუაცია, მოვლენა, ვითარება, თუ რაღაც ისე ხარ, ხო, აპათია, დეპრესია, ნერვიულობა, ანუ კენას არის ღვთიური ცეცხლი ამ შემთხვევაში, ნათება, ხო? დადებითი ოღონდ. ვუნიო, რომელიც ყველაზე დადებითი რუნაა და არის საჩუქარიც, სიამოვნებაც, სიხარულიც, ყველაფერი რაც სიამოვნებას ეხება. ხო? და პარტნიორი, გებო, ასევე საჩუქარიც, ასევე ძღვენი, ასევე ის სიტუაცია, რომელიც თქვენ გინდათ, რომ დაგილაგდეთ თქვენ საყვარელ ადამიანთან, ხო? ეუბნებით უბრალოდ თქვენი სიტყვებით, კენო, ვუნო, გებო, რუნებო, თქვენი ენერგიით, თქვენი ძალით, თქვენი ასე ვთქვათ, გავლენით, გამიაქტიურეთ, დამეხმარეთ ჩემს საქმეში, ჩემს სიტუაციაში, ამა და ამასთან ვთქვათ, გიორგისთან სიტყვაზე ვიძახი, ხო? რომ მე გიორგისთან მქონდეს პარტნიორია ვთქვათ, ხო? ჩემი. ყველაზე ჰარმონიული, თბილი, იმიტომ რომ სითბოა კენო, არის სითბო. თუ გაციებულია, გაათბობს. სასიამოვნო, ურთიერთ პარტნიორობა, მეგობრობა, სიყვარული შეიძლება იყოს. ანუ რაც გინდათ, ნახეთ? რაც გინდათ და მერე ესე იგი გააქტიურება ხდება სხვადასხვანაირად. ნახეთ, ამას რო ეტყვით, ხო? უნდა უბრალოდ შეუბეროთ სული, თქვენი სული, აი ესე. გააქტიურებთ ჩემი სული შებერვით. და ეს ფურცელი იქამდე ვააქტიურებ, ოღონდ ძალიან ახლა დიდი ვადა არ შეიძლება, ვადა უნდა მიუთიდოთ, ძალიან დიდი დრო არ შეიძლება, იმიტომ რომ მე ახლა ყველაფერს ვადა გასდის. აი დაახლოებით 1 თვე, ყველაზე კარგი დრო არის 1 თვე. 1 თვით და 1 თვის შემდეგ ამ ფურცელს ჩვეულებრივად დაწვავთ. და რო იყვიან ფანჯრიდან, აივნიდან ამ ფერფლს აი ესე სამყაროში გაფანტავთ. მაგრამ მადლობით და მადლობას ეტყვით, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უყურე დამცხა როგორ ხომე გიხსნით ეხლა ამას თქვენთვის, მაგრამ მე უკვე დამცხა, ანუ სითბო შემოდის, აი ცხელი ენერგია, თბილი ენერგია, იმიტომ რომ კენო არის, სითბო, ცეცხლი, ვნება, ყველაფერი, ხო? რაც თქვენ გინდათ, ის უნდა უთხრათ. ხო? მთლიანობაში ახლა ეს არის პარტნიორული, ჰარმონიული, თბილი ურთიერთობა და გამართლება. აი ამ ყველაფერში ესე ჯდება, მაგრამ ახლა თქვენ რა მიზანი გაქვთ, ხო? იმას ეუბნებით. და რაც მთავარია, მე ეს ფურცელი დაგაქვთ თქვენ სადაც ხართ, თქვენ ჩანთაში სიტყვაზე ვიძახი. თქვენ საწერ მაგიდასთან იქ, წიგთან, რვეულში, აგერ დღიურში ჩავდე, ხო? და ჩემთან ახლოს, ანუ ენერგეტიკულად, რომ იყოს ახლოს. შეგიძლიათ უბრალოდ ესე დადოთ და შეხედოთ ხოლმე, უყუროთ ხოლმე, იმიტომ რომ ვიზუალური ისიც აქ, ანუ აქტიურობაც მოდის ვიზუალური, ენერგეტიკულად, ვიზუალურადაც თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ვის როგორ ნახეთ? ფაქტია, რომ მე ახლა ცუდს თქვენ არ გირჩევთ, დამიჯერეთ, რომ რუნები ეს არ არის არც ბრჭყალებში ჯადოქრობა ან რაღაცას რო იძახიან, გამოვიდეთ ამ სიბნელიდან, ეს არის კოსმიური ცოდნა. არიან რუნოლოგები, პროფესორ აკადემიკოსები, მეცნიერები, რომლებმაც შეისწავლეს, ეს იყო დამწერლობა, ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღ რიცხვამდე იქითაც ცივილიზაციას ეკუთვნოდა. იქითაც ცივილიზაციას, სკანდინავიიდან ამბობენ, რომ შემოვიდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში არის აღმოჩენილი, როგორც არტეფაქტები, რუნული დამწერლობა.
ამას წერდნენ ან ხეზე, ან ქვაზე. ამიტომ ქვია სწორხაზოვანი. რუნა თვითონ გერმანული სიტყვაა და ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგიას და საიდუმლოს, მარა ნახეთ, ეს ალფავიტია, ოღონდ კოსმიური ცოდნა, ანუ შემოსული ზემოდან, სხვა ცივილიზაციებიდან. აქ ნუ გეშინიათ, ეხლა შენ მართლმადიდებელი ხარ, ქრისტიანი ხარ, მუსულმანი ხარ, თუ ტიბეტელი ბერი ხარ, ანუ ყველა იყენებდა რუნას. რატომ? ეგრეგორი არ მოქმედებს, იმიტომ რომ ჯერ არ იყო არანაირი რელიგია, როცა არსებობდა რუნა და რუნები. ასევე უამრავი ფაქტი არსებობს, როცა რუნებს იყენებდნენ, ანუ რაღაც დაავადებების სამკურნალოდ. საერთოდ დაცვისთვის იყენებენ, იმიტომ რომ არის რუნები, რომლებიც აი პირდაპირ საბრძოლო ტექნიკაა უფრო და აი არის ისეთი რუნები, რომლებსაც დაცვისთვის, ბრძოლის ველზე რო გადიოდნენ, მაშინ იხატავდნენ მეომრები. მაშინდელი, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე ყოფები, ხო? რომ ესე იგი გამარჯვება ქონოდათ მტერზე. მაგრამ ეს რუნები ყველა, ეხა 24 ალფავიტიანია რუნა, ხო? 24 რუნაა, ფუტარკები, ესე ქვიათ, მომაღლეს ფუტარკები. ხო და ესენი არიან ყველაზე დადებითი და ესეთი უვნებელი რუნები. აი უვნებელი, აბსოლუტურად უვნებელი და პირიქით ჰარმონიის და სიყვარულის მომტანები. ამიტომ რა ვიცი, თუ გინდათ აი ეს საჩუქარი, სარვა მარტო, რა ვიცი, ხედავთ კარგად? შეგიძლიათ გამოიყენოთ. და აბა თქვენ იცით, გისურვებთ ჰარმონიას, სიყვარულს, ბედნიერებას, გამართლებას და ეს სარვა მარტო საჩუქარი ჩემგან. და მინდა კიდე გითხრათ, რომ მაქვს ასევე რუნების კურსი, ვისაც ენდომება ერთთვიანი. შემიძლია შევასწავლო და რაც თავარია, პირდაპირ პრაქტიკაზე გადავდივარ, იმიტომ ხა თეორია მე რო დავიწყო, ანუ გაიწელება, რა გინდათ ეხა ამის წარმომავლობა, იქ ლეგენდები და რაღაცეები. კარგით, რა უამრავი წიგნია, როგორც ზღაპარი, აი ესე იკითხებოდ ეხა. რა გინდათ, უბრალოდ აქ არის პრაქტიკული ცოდნა საჭირო. მე მაგალითად ესე მიმაჩნია. კი, გასაგებია ის ისტორიაც უნდა ვიცოდე და წარმომავლობაც და საერთოდ როგორ მოდის და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკა, გამოყენება, დაპრაქტიკებული, გამოყენებული ჩემზე პირადად და მერე რა თქმა უნდა უკვე მოწოდებული თქვენზე. ანუ მე ესე მიმაჩნია, რომ პრაქტიკული გამოყენება ჯობია დღეს და იცოდე ეს ფორმულები, იცოდე რუნები, რომელი რა არის და რა რისთვის არის, დაცვისთვის არის, სიყვარულის მოსაზიდი, აი ჰარმონიის, როგორც გითხარით, ხო? ურთიერთობის, პარტნიორთან დალაგების, ოჯახის დაცვის, ბრძოლის, ასევე რო არ შეგეხონ, ასევე არის სარკისებური დაცვა, რომ ვინმე რამე გისურვოს და აირეკლო, აისხლიტო, იმიტომ რომ ეს რუნები გაქვს, შენ უკვე დაცული ხარ და პირდაპირ მასთან მიდის ის უარყოფითი ენერგია და უამრავი რამე, რაც შეიძლება რუნებით გამოასწორო ადამიანმა და დღეს ისეთი დროა, ჩემო კარგებო, რომ მე მაგალითად ვიყენებ, იმიტომ რომ იმ დროში, სადაც არაადეკვატურია სამყარო და ხვალ რა მოხდება კაცმა არ იცის, ყველა მეთოდი რო იტყვიან, ოღონდ რა თქმა უნდა უარყოფითი არა და ცუდი არა, ჩემთვის მიღებულია და იმ შემთხვევაში, რომ მე ხა თავი დავიცვა და თუნდაც ჰარმონია მქონდეს და ეს შიშები მოვიშორო და კარგ განწყობაზე ვიყო, რატომაც არა. რატომ არ უნდა ვიხმარო და არ უნდა გამოვიყენო? აი რატომ?
ისეთ რაღაცებს აკეთებენ ადამიანები და ისე გავერანდნენ და ისე გაბოროტდნენ, ზუსტადაც უნდა ვიყო დაცული და ზუსტადაც უნდა ვიყო კარგ განწყობაზე და მიხაროდეს ცხოვრება. თუმცა კი ხედავთ რა ფაზაში შევდივართ და ყოველ დღე როგორ და როგორ უარესდება ჩვენი ყოფა ცხოვრება. მთლიანობაში მე ხა გლობალურად მსჯელობ. ამიტომ ყოველი დღე დასაფასებელია, ჩემო ქალბატონებო. გვიყვარდეს ერთმანეთი და უსურვოთ ჩვენ ყველას მშვიდობა. აი ეს არის ჩემი თხოვნა და დაგვაცადონ ცხოვრება, ვისაც გვინდა. ბედნიერი ცხოვრება ჩვენ საყვარელ ადამიანებთან, ხალხთან, მეზობლებთან, უბნელებთან და ყველასთან, ნათესავებთან და ასე შემდეგ. გვიხარია ცხოვრება, გვინდა ცხოვრება, გვიყვარს ცხოვრება და ვიცხოვრებთ. და ასეც იქნება. აბა თქვენიცით. ბედნიერ დღეებს გისურვებთ.